მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თავისუფლებას ინდისის პატიმრებს, თავისუფლება ნიკა მელიას, სოლიდარობა მას, რომელსაც გერწდებით ყველა ამ სოლიდარობაში. კიდევ წელიწადითა და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა, როგორც პოლიტიკურ პატიმარს. დიახ, ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ნომინალურად პირველი პირი, ხო, პრემიერ-მინისტრი ზოგადადაც ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში არის მთავარი აქტორი, პოლიტიკური აქტორი, სადაც პრეზიდენტი არის ნომინალური ფუნქციების შემსრულებელი. ყაველაშვილისნაირ პრეზიდენტზე არ გულისხმობ, ბუნებრივია ის ისედაც ნომინალურიც არ არის, მაგრამ როდესაც ესეთი პირი, ქვეყნის პირველი პირი, რამდენიმე დღით ადრე ტრაგიკული მოვლენების წლის თავიდან, ხო, 18 წლის თავიდან, ხო, ხვალ იწყება ეს მძიმე დღეები საქართველოსთვის. აკეთებს განცხადებას არა იმაზე, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, არა იმაზე, თუ რა დააშავა ამ ტერორისტულმა, ფაშისტურმა სახელმწიფომ საქართველოსთვის, ისტორიულად საქართველოსთვის სულ ბოლო ომის დაწყებით, რომელიც მოხდა ჩვენს თანამედროვეობაში, ხო, ჩვენს თაობაში, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაც მანამდე ჩაიდინა, ის რომ კაცი, რომელიც არ ყოფილა საოკუპაციო ხაზთან, კაცი, რომელიც საერთოდ ერიდება ნებისმიერ ნეგატიურ კონტექსტშიც კი რუსეთის ხსენებას, საერთოდ არ ახსენებს მას როგორც ოკუპანტს. არც ერთ საერთაშორისო ფორუმს, სადაც კი მიესულება, ხო, რაღაცა ეკონომიკურ ფორუმებზე რომ გამოდის ხოლმე, იქაც არ ახსენებს რუსეთს და მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთის კრიტიკით არის დაკავებული. აი ეს კაცი იმის ნაგიროთ, რომ ზდუმდეს მაინც ახსენებს საშიშ ტერმინს რუსოფობიას. რუსოფობია არ არის უბრალოდ რაღაცა ქსენოფობიის ერთ-ერთი ტერმინი, ხო? იმიტომ რომ ქსენოფობია არსებობს და ბევრი კონკრეტული ერის შიშიც გამოიხატება აი ამ კომპოზიტით, ხო? ამ ფობიით, აი ამ სიტყვების წყობით, მაგრამ რუსოფობია არის რუსული იმპერიალიზმის ტერმინი. ეს არის ვერბალური ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს პუტინის რუსეთი, რომელსაც იყენებდა მანამდე ყველა მონარქი თუ მმართველი რუსეთის იმპერიიდან მოყოლებული. რუსოფობიის საფარქვეშ აწარმოებს დამპყრობელ ომებს, სისხლიან ომებს. აი ეს არის აქ თავარი, რუსოფობიის დროშით მიდიან, მცირე ხალხებს იპყრობენ, ანადგურებენ, სახელმწიფოებრიობას უსპობენ. და ეს გრძელდება, როგორც მე-19 საუკუნეში ხდებოდა იმპერიალიზმის გაფურჩქვის დროს, გრძელდება დღევანდელ დღესაც. უკრაინაში რაც მოხდა, რუსოფობიის მოტივით არ დაიწყო ეს ომი, სპეციალური სამხედრო ოპერაცია, თითქოს იმიტომ გახდა საჭირო, რომ რუსები დაეცვა. და აი ამ ტერმინს იყენებს კრძალავდნენ და რუსეთის მოსახლეობას და ავიწროვებდნენ თითქოს ეთნიკური ნიშნით. და ახლა ძალიან საშიშია ეს განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ როგორც კობახიძისგან, ისე შათირიშვილისგან. რას უკავშირდება განსაკუთრებით აი ამ ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეებში, თქვენ სახსენეთ 18 წელი ომის დაწყებიდან, რუსეთ-საქართველოს ბოლო ომიდან 18 წელი და ჩვენ აი ამ დროს ვხედავთ, რომ პრაქტიკულად გამართლებას ქართული ოცნების მხრიდან რუსეთის 18 წლის წინანდელი შემოჭრის ირგვლივ. აბსოლუტურად გეთანხმებით, ოღონდ სამწუხაროდ 18 წლის წინ ეს ომი არ დასრულებულა. ცხელი ომი შეიძლება დასრულდა, მაგრამ ჰიბრიდული ომი გრძელდება, მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. დიდი სამბით თავი რომ მოაქვთ, რომ ჩვენ 14 წლიან მმართველობაშიო არ ყოფილა ომიო, რამდენი კვადრატული კილომეტრი მცოცავი ოკუპაციის შედეგად მიითვისა რუსეთმა. ან ჩორჩანას აგუშაგოს აპირებენ. ატოცი, რამდენი იყო მარტო შიდა ქართლში, ხო? ნუ კარგით, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ცოტა სხვა მდგომარეობა არის. ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც საუბრობს ირაკლი კობახიძე, შათირიშვილი კარგი თქვათ, რომ არის ერთი დუგინი, უბრალოდ ვერ შემდგარი დუგინი და დუგინის ხშირად იყენებს ამ ტერმინს რუსოფობიას. მაგრამ ნუ გასაგებია, მის სიტყვებს შეიძლება ივანიშვილისთვის აქვს მნიშვნელობა, მაგრამ იმდენი მნიშვნელობა არ უნდა მოვანიჭოთ. დიახ, როგორც ირაკლი კობახიძის და ეს არის საგანგაშო, სავალალო, ეს არის ერთი მხრივ მიმართული ქართული საზოგადოების მიმართ, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა ვინმეს გასაგონად არის, პუტინის გასაგონად არის, დამპყრობლის და ოკუპანტის გასაგონად არის გაკეთებული და თან გაკეთებული სწორედ ამ დროს შერჩეული ომის დღეებში. აი ხვალიდან რომ იწყება ეს ტრაგიკული დღეები, რამდენიმე დღიანი, აი იმ დღეების წინ აკეთებს ამას კობახიძე და დღეს იმეორებს.
6 აგვისტოს ის ამას იმეორებს და უნდა დასვას სტოლობის ნიშანი ტურისტებთან მიმართებაში რაღაცა ცალკეულ გამოვლინებებზე. თითქოს რუსოფობია არის საქართველოში მთავარი პრობლემა, თითქოს ეს იყოს იმდენად მნიშვნელოვანი და აქაც ისევ deep state-ს რთავს, გლობალური ომის პარტიას რთავს, ოპოზიციას ცდილობს რომ ჩირქი მოსხოს. ეს არის საგანგაშო, ეს არის მოღალატეობრივი, ეს არის შინაარსობრივად ეს არის გაგრძელება იმისა, რაც მანვე თქვა იმ ცნობილ და სამარცხვინო სიტყვაში 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც გამოგვიცხადა, რომ თურმე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული და რომ საქართველოს შეიცვალა რეალურად საგარეო კურსი. არა ბატონებო, ვერ მივართვით. არავის აქვს ამ ქვეყანაში უფლება, რომ ქართველი ხალხის არჩევანი პროდასავლური, ანუ დასავლეთის საგარეო ვექტორი, რომელიც მან ჯერ 2008 წელსვე დააფიქსირა თავის ევროატლანტიკური მისწრაფება პლებისციტში და შემდეგ კონსტიტუციაში რომ ჩაწერა 78 მუხლში, მას ვერავინ შეცვლის და რაც არ უნდა სცადოს ქართულმა ოცნებამ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ფუჭი მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ კიდევ არიან ძალაუფლებაში, ძალიან მალე ქართველი ხალხი მათ პასუხს გასცემს იმ სიტყვებზე, მათ შორის იმ სიტყვაზეც, რომელიც ბიძინა ივანიშვილი თქვა, რომ თურმე ბოჟდიში უნდა მოუხადოთ გორში, ნაომარ გორში, სადაც ჯერ კიდევ არ გაცივებულა ის დაბომბილი და გავარვარებული წერტილები, დანგრეული სახლები, სადაც არის და მოუშუშებელი ტკივილები, სადაც აქვს, უშუალოდ იარები იქ დაზეაზარალებულ ადამიანებს, ეს არ გაუვათ მათ და ეს კიდევ ერთხელ ჩაიწერება როგორც მათი მოღალატეობრივი პოლიტიკის ერთი ფურცელი. თემა, რომელიც უნდა გავაგრძელოთ, რომელსაც უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დიალოგი, არც ისე შორს არის რუსული ოკუპაციისგან. ეს არის ენერგოოკუპაცია ჩვენი ქვეყნის. საქართველოს წლების წინ არ იყო ასეთი დამოკიდებული ენერგეტიკულად რუსეთზე, ახლა სრულად დამოკიდებულია. ჩვენ ბოლო ორ კვირაში ვნახეთ 3 კოლაფსი, ბლეკაუთი, როგორც მას უწოდებენ, მასშტაბური სისტემური ავარია. თუმცა გუშინდელ სრულად საქართველოს გათიშვაზე ოფიციალური განმარტება არის ასეთი, რომ სატესტო რეჟიმში გადაგვყავდა ენგურხესი, გაუძლებდა თუ არა დატვირთვას და მოამარაგებდა თუ არა მთელს ქვეყანას და როგორც ჩანს ვერ გაუძლო. რა ხდება საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში, ენერგოსისტემაში? ვიცით, რომ სამწუხაროდ საქართველოს უმსხვილესი ობიექტები მთლიანად რუსული ბიზნესის, მათ შორის დასანქცირებული ბიზნესის ქვეშ არის, მაგრამ სრულად საქართველოს გათიშვა, მე და თქვენ ალბათ კარგად გვახსოვს 90-იანი წლები, როცა დენი და გაზი გვენატრებოდა, მაგრამ სრულად საქართველოს გათიშვა არც მაშინ არ მომხდარა. ახლა კი 21 საუკუნის საქართველოში, როცა მართლა არ არის დასამადლებელი დენი, ჩვენ ვხედავთ სრული საქართველოს ჩაბნელებას. თქვენ აბსოლუტურად სწორი აქცენტი გააკეთეთ და კავშირს გაუსვით ხაზი ოკუპაციასთან და ენერგოდამოკიდებულებასთან. საერთოდ ნებისმიერი დამოკიდებულება ეკონომიკური ხასიათის ოკუპანტზე არის ძალიან ცუდი. გასაგებია, რომ სოფლიოში დღესაც უკრაინის ომის პირობებშიც ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თუ სხვა დასავლური ქვეყნები არიან რაღაც გარკვეულ დამოკიდებულებაში, განსაკუთრებით ევროკავშირი რუსულ წიაღისეულზე, მაგრამ საქართველოს, რომელსაც აქვს ამხელა ჰიდრორესურსები, საქართველოს, რომელსაც შეიძლებოდა ჰქონოდა ხუდონ ჰესი, საქართველოს, რომელსაც შეიძლებოდა ჰქონოდა ნამოხვანის ჰესი და სრულად ყოფილიყო ენერგეტიკის თვალსაზრისით დამოუკიდებელი რუსეთისგან, ხო? დღეს არის ასეთ სავალალო მდგომარეობაში, მაგრამ პრობლემა არ არის მხოლოდ და მხოლოდ გათიშვა და სრული გათიშვა ქვეყნის. ცალკე აღებული ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს ქვეყნის პრესტიჟსაც ურტყამს სერიოზულად, ხო? ამდენი ტურისტი თუ ჩამოდის საქართველოში და უცხოელები გვაკვირდებიან, როგორი ქვეყანა უნდა ვიყოთ, მთელი ქვეყანა რო ესე შეიძლება გაითიშოს და რამდენიმე დღეში მეორეჯერ გაითიშოს და რამდენიმე დღეში კიდევ მესამეჯერ, აი სრული დაბნელება რო არის საქართველოში. ძალიან დიდი ბოდიში ბატონებო, მართლა ხო არ ბნელა რა პასუხებსაც თქვენ გვაძლევთ. როდესაც რამდენიმე დღის წინ განგვიცხადეს, რომ პირველი და მეორე ეგრეთ წოდებული ბლეკაუთები მომხდარა გადამცემი ხაზის დაზიანების გამო, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ხარვეზი, სერიოზული
და თურმე ერთი კვირა დასჭირდათ იმის დასადგენად, რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობის პირობებში და ნორმალურ ქვეყანაში როგორც მოხდებოდა, ხო? უნდა იყოს ამისი დაზღვევის მექანიზმი, უნდა იყოს ამისი პრევენციის მექანიზმი, ავტომატიზებულ რეჟიმში უნდა ხდებოდეს ინფორმაციის დამუშავება, გენერირება და სარეზერვო ქსელზე გადართვა, ხო? თუ ერთი ხაზზე არის დამოკიდებული მით უმეტეს მთელი ქვეყნის გათიშვა შეიძლება ამაზე იყოს დამოკიდებული. ან რატო იყო დაზიანებული? რა მიზეზით იყო დაზიანებული? ხომ არ დაძველდა შემთხვევით. სხვა რაიმე მიზეზით ხომ არ იყო ექსპლუატაცია ვადა გასულიან რაიმე ისეთი მიზეზი იყო, რომელიც შეიძლება სხვა ქსელებსაც და სხვა ხაზებსაც ეხებოდეს და ნებისმიერ დროს ხომ არა ვართ ჩვენ იმ საფრთხის წინაშე რომ კიდევ დავბნელდეთ. ან იქნებ კიდევ უარესი რამ ხდება, რასაც გვიმალავენ. იმიტომ რომ ეხლა გუშინდელი გათიშვის შემდეგ, რაც ჩვენ გაგვცეს პასუხი არის, რომ სატესტო რეჟიმზე გადავედითო და დიდი ბოდიში. თქვენ ლაბორატორიის თეთრი ვირთხები ხომ არ გგონივართ? თუ სატესტო რეჟიმზე იყავით და ის რისკი გათვალეთ, რომ შეიძლებოდა მთელი ქვეყანა გათიშულიყო, რატომ არ უთხარით ადამიანებს, რომლებიც იყვნენ მეტროს სადგურებში, რომლებიც გზავრობდნენ მეტროს მატარებლებში და გვირაბებით მოუწიათ იქიდან გამოსვლა. რატომ არ უთხრეს? ქართული ოცნების წევრების, ეგრეთ წოდებული პარლამენტის დეპუტატების მოსაზრება მაგასთან დაკავშირებით კრიმინალს ვერ მივცემდითო შესაძლებლობას, რომ წინასწარ გაგვეფრთხილებინა, რომ შუქი ჩაქრებოდა. კრიმინალს ვერ მისცემდნენ შესაძლებლობას, ხო, კრიმინოგენური მდგომარეობა პირველი 6 თვის მონაცემებით 2026 წლის არის გაზრდილი ჯერ ერთი და ყველაზე მეტად გაზრდილი არის გასული წლის ანალოგიური მონაკვეთის მაჩვენებელთა შედარებით ნარკოდანაშაულის 67%-ით და 92%-ით არის 67% სამოხელეო დანაშაული, ანუ კორუფციის დანაშაულები და 92%-ით ნარკოდანაშაული. ნარკოპანდემიაში რომ მიხრჩობა ეს ქვეყანა და კრიმინალს ვერ მივცემდით ამის შესაძლებლობასო და შავი ზღვის სანაპიროზე უცხოელი ტურისტები შეშინებულები დარბოდნენ, რომ დრონებით შეტევას ხომ არა აქვს ადგილიო. აი ესეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს მათ ეს ქვეყანა, მაგრამ პრობლემა იცით რაშია, რომ აი თქვენ სწორად ახსენეთ, დასანქცირებული კომპანია არის თელასის ყოველ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ არის პირდაპირ საფრთხის ქვეშ, იმიტომ რომ ინტერრაო არის რუსული კომპანია. აი ეს მომწოდებელი დისტრიბუტორი, ქსელის მართვაზე პასუხისმგებელი და მომხმარებლებამდე ელექტროენერგიის მიმტანი კომპანიები ისე არის ერთმანეთში აღრეული, რომ ყველა შეუძლია ერთმანეთისკენ გაიშვიროს ხელი, ერთდროულად ყველა დამნაშავე იყოს, თან არავინ იყოს დამნაშავე. ცოტა ხნის წინ აგერ ზარდიაშვილი, რა ვიცი, მე დარწმუნებული ვარ, რომ მაგის გამო საერთოდ არ მიუციათ პოლიტიკურ პასუხისგებაში, რომ ესეთი ბლეკაუთი მოხდა და ირონიულიც იყო, რომ მისი გათავისუფლების შემდეგ ისევ განმეორდა, ხო, ეს კოლაფსი. ზარდიაშვილს რა კავშირები ჰქონდა მდინარაძესთან, ეს შეიძლება კიდევ სხვა საკითხი იყოს და ვიცით როგორც ხდება ქართული ოცნების სისტემა. კავშირში ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა არის კავშირში, ოღონდ კავშირში სწორედ ამას ვამბობ, რომ კავშირში არის იმასთან, რომ მდინარაძის პროტეჟე იყო სინამდვილეში და არა ყობახიძის, ხო, ესენი დამოკიდებულად არ არის. ამ შემთხვევაში ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მათ რაღაცა ბიზნეს კარის თამაშებზე ვის გაწირავენ და ვის გამოწირავენ. თავარი ის არის, რომ პასუხისგებლობას ამაზე არავინ იღებს და არც გვეუბნებიან. თუ არ იციან ორმაგად არაკომპეტენტურები არიან და თუ იციან და არ გვეუბნებიან, ეს არის დანაშაული საზოგადოების წინაშე, ნულოვანი ანგარიშვალდებულება, მაგრამ როდესაც შენ ესეთი ქსელი და უწყებები გაქვს და სისტემა, მათ შორის ელექტროსისტემა გაქვს მოწყობილი არა ენერგეტიკულ და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საჭიროებებზე მომსახურებისთვის, არამედ იმისთვის, რომ შენს კონკრეტული ჯგუფის ხროვის, აი კორუფციაში ჩაფლული ადამიანების ჯგუფის პირადი ეკონომიკური ინტერესების მომსახურებისთვის და ბიძინა ივანიშვილის მომსახურებისთვის. აი აქ ხდება ისეთი რამ, რაც მოხდა ელექტროსისტემაში. ამ სისტემაში ბიძინა ივანიშვილი და მოდით მაყურებელსაც აუხსნათ რა კავშირში ან რატომ გაჩნდა ეჭვები ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ მთავარ ბიზნესზე, მაინინგებზე საქართველოში, რატომ ჩნდება კრიპტოვალუტაზე გადამისამართება, რომ იმდენ ელექტროენერგიას მოიხმარს კრიპტო მაინინგი დღეს საქართველოში, რომ სისტემა ვეღარ უძლებს. ეს აუხსნათ თუ შეიძლება პოპულარულ ენაზე, იმიტომ რომ ძალიან ტექნიკური საკითხია. ტექნიკური საკითხებია, ზოგადად ტექნიკურ ნაწილში საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც არ არის დივერსიფიკაცია, შეიძლება და ხდება ესეთი რაღაცები, რაც მოხდა გუშინ და რამდენიმე დღის წინ და აგერ რამდენჯერმე განმეორდა.
რაც შეეხება კორუფციულ კომპონენტს ამ საკითხში, ხო? ჩვენ ჯერითი ზუსტად არ ვიცით რა მოხდა და მე არ მივცემ ჩემ თავს უფლებას რომ რაღაც ექსპერტული დასკვნა დავდო რა მოხდა რეალურად, მაშინ როდესაც გვიმალავენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ეჭვები, ხო? არის ინფორმაცია, რომელიც გვაძლევს ლეგიტიმური ლოგიკური ჯაჭვის და დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას. რა შეასაქმე იმაში რომ ეს მაინინგი კრიპტოვალუტის და საზოგადოების დიდ მონაწილეობა იცის ეს რასაც ნიშნავს, არის პირდაპირ მიბმული იმაზე, რომ უნდა ის მოიხმარს ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. ჩვენ ვიცით როგორც მოაწყვეს მათ, ხო, ცალკეულ პერიფერიულ თუ სპეციალურ ზონებში, როდესაც გაათავისუფლეს გადასახადისგან საერთოდ უფასო ელექტროენერგიას რომ მოიხმარდნენ და აგუგუნებდნენ აი ამ სერვერებს, ამ მაინერებს და როდესაც ბიძინა ივანიშვილის პირად კომპანიაზე არის საუბარი, ხო, აქ არ არის რაღაცა მცირე რაოდენობაზე და შესაბამისად არც ელექტროენერგიის მცირე მოხმარებაზე საუბარი. სვანეთში რა ხდებოდა გახსოვთ, მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ იქ რაღაც ხატზე დაფიცება წავიდა, რომ არ წავიდო და იქ მაინინგს შეწყვეტდნენ. ბიძინა, ხო? აღარ დავაყენებთ მაინინგს. ხო, აღარ დავაყენებთ მაინერებსო. შესაბამისად ბიძინა ივანიშვილის ეს უდიდესი უმსხვილესი კომპანია, სადაც საუბარი არის ასეულობით მილიონის და მილიარდის ოდენობის კრიპტოვალუტის გამომუშავებაზე, ხო? მაინინგი, ანუ რაღაცა როგორც მაღაროს პრინციპი არის ფიზიკურად და მატერიალურად, ასე არის დაახლოებით კრიპტო სამყაროში და ელექტრონულ სამყაროში. მოიხმარს ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. ამავდროულად, როდესაც არის ძალიან დიდი მოთხოვნა და შესაბამისად მიწოდება ელექტროენერგიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ 1 აპრილს ამა წლისა 30%-ით გაძვირდა ელექტროენერგიის ტარიფი, ხო? ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როდესაც ამხელა თანხები შედის ბიუჯეტში და ყოველ შემთხვევაში იმ კომპანიებში, რომელიც არიან ამაზე პასუხისმგებელი და მმართველები, სადაც თბილისის შემთხვევაში ყავს დასანქცირებული რუსული კომპანიის შვილობილი კომპანია, რომელიც პირდაპირ შეიძლება იქნას დასანქცირებული, აი ამ ყველაფრის პირობებში ვიღებთ ჩვენ კოლაფსს. კორუფციული ინტერესები ზოგადად, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მაინინგის, არამედ ზოგადად ნებისმიერ სისტემაში, რომელსაც ეხება კორუფციული ინტერესები, ჩვენ ვიღებთ მსგავს ხარვეზებს და შეიძლება მოხდეს ისეთი კოლაფსები, როგორც მოხდა ელექტროსისტემაში. ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული კორუფციული სტანდარტის გამო ჩვენ გვაქვს ის პრობლემები, რომელიც გვქონდა თელავში ცოტა ხნის წინ, როდესაც სტიქიასთან მოუმზადებელი იყო მუნიციპალიტეტი, არ იყო შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები დაგეგმილი და განხორციელებული, მაშინ როდესაც ამაზე აფრთხილებდნენ ექსპერტები თუ ოპოზიციონერი დეპუტატები, მათ შორის ჩვენი დეპუტატი, ხო, თელავის საკრებულოში ლევან ბერძენაშვილი. ის რაც მოხდა შოვში, ის რაც მოხდა თბილისში წვიმის დროს, რომ საერთოდ წარღვნა ხდება ხოლმე თბილისში და კახაკალაძე რომ ამბობს ამის პასუხად, რომ მე მხოლოდ ჩემ თავზე ვაგებ პასუხსო. აი აქაც ჩანს, ხო? კალაძე ზარდიაშვილი თურმე სამი ჩაქრობის გამო პასუხისმგებელი ყოფილა და კალაძე ამდენი წლის განმავლობაში რა უბედურებები დატრიალდა თბილისში. დატბორვა იქნებოდა თუ ტრაგიკული შემთხვევები ეხლა იქ ვაკის პარკში თუ რაღაც ავარიული სახლების ჩამონგრევა სადურის მოედანზე და სხვაგან ამ ყველაფერზე კალაძე პასუხს არ აგებს. ეს არის ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება. მაგრამ ეს შეიცვლება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძირფესვიანად ამოვძირკვავთ ჩვენ ბიძინა ივანიშვილს მის თესილ კორუფციას და იმ კორუფციულ ტრადიციებს, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოიტანა ამ ქვეყანაში.